მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი, როგორც ხედავთ, გზაში ვართ და დღეს მივდივართ ბაკურიანში, ასე რომ ეს ვლოგი იქნება ჩვენი მოგზაურობის შესახებ ბაკურიანში. ნიტას მე მგონი უკვე ეძინება და ძალიან მიხარია, რომ დაიძინოთ გზაში და არ გაგვეწოლებს ჩვენს დარჩიდან არ გაწოლდება. მოკლედ, წამოდით ჩვენთან ერთად და ვნახოთ რა გველის ბაკურიანში, იმედია რომ თოვლი დაგვხვდება. ახლა გავდივართ თბილისიდან და ნიტიმ უკვე დაიძინა, მეც დრო ვიხელცე და წინ გადმოვჯექი ლაშასთან. ძალიან მეინტერესებს ნიტის რეაქცია თოვლზე, იმიტომ რომ თოვლში არ ყოფილა, პირველად იქნება და ნეტა როგორი რეაქცია იქნება შენ რა ვფიქრობ? ძალიან გაუსწორდება. მეც ეგრე მგონია რომ არ შეეშინდება. სახში აღარ ამოვა. მოკლედ ამ პანდემიის გამო დიდები ხო ჩავიკეტეთ სახში და ბავშვები უფრო და ძალიან გვეცოდებოდა რომ ამდენი ხანი ვერსად ვერ წავიყვანეთ ესე და ჩვენი საქმეები გადავდეთ იმისათვის რომ ნიტიკო გაერთოს, ბავშვებთან კონდეს ურთიერთობა და შეიცვალოს გარემო ამისთვის და ამისთვის მოდივართ ბაკურიანში მოკლედ პირველ რიგში. და ბავშვებში გაერიოს და გაგიჟდეს და იგიჟოს და ძალიან უყვარს ბავშვები და ზოგადად ძალიან უყვარს ხალხთან ურთიერთობა ნიტის და ამიტომ არ მინდა რომ მოაკლდეს ეს და გაუცხოდეს ხალხთან. მოკლედ მეგობრებო, აი ასეთი უიღბლობა დაგვემართა, როგორც კი გამოვედით თბილისიდან. სულ ახალ ზამთრის საბურავი გასკდა. მოკლედ ახლა უნდა შევუცვალოთ და კიდე კაი ეს მეორე სათადარიგო მაინც გქონდა. და არ ვიცი, ალბათ თბილისში მოგვიწევს დაბრუნება და შეცვლა საბურავის. ამ დროს კიდე ნიტის ესეთ კბილად ძინავს და ჩვენ კიდე დროს ვაცდენთ. საბოლოოდ ლაშას მეგობარმა მოგვაკითხა, რომელთან ერთადაც წაიღო ლაშამ ეს საბურავი თბილისში და ჩამოიტანს ახალს. მანამდე მე და ნიტიკო ვხედავთ მანქანაში და ველოდებით ლაშას, ვიხედებით აქეთ-იქით და ნიტიკოს არ ყოფნის ნერვები დასალოდებლად და ხო არ გიყვარს ლოდიშანსდე. მალე მომიკოდა შენ მანამდე შენი გემრიელი ორცხობილები ჭამე. ვაიმე. კაკი? ჩვენ გავერთობით სანამ მამა მოვა. მოკლედ ერთი დანგრატი გადყდა და მეორეს ეხვეწება ლაშა ხალხს, რომ იქნებ ვინმემ გაგვიჩეროს. ასეთი საშინელი სიტუაცია, მოკლედ რატომღაც დავითარსეთ. აი ასე წვალობენ მანქანის გაკეთებად, მე და ნიტი სხვა მანქანაში ველოდებით. და აი 2 საათნახევრიანი პაუზის შემდეგ ვაგრძელებთ გზას. ლაშა უკვე ძალიან დაღლილია, მაგრამ მე მაინც კარგ ხასიათს ვქონდა. დანგრადზე არ გააჩერა არავინ ერთი ნახევარი საათი დანგრადზე არ გააჩერა არავინ. მაინც. ერთ-ერთმა კაცმა გააჩერა მარტო და მადლობას ვხდი კიდე ერთხელ ამ კაცს. მადლობა მათ ვინც დაგვეხმარნენ ესე უანგაროდ. დანგრადის დაჟბოტო აღარ გამიგია. ასე რომ მეგობრებო, დავეხმაროთ ხოლმე ერთმანეთს. თან ესეთი გზაზე გაჩერებულს აუცილებლად დაეხმარეთ, აუცილებლად. თან პატარა ბავშვი გვეჭდა მანქანაში და ჩვენთვის დაიხა ეს 2 საათნახევარი იყო ძალიან გრძელი დრო, იმიტომ რომ ნიტაც ცოდო არის რა. თავარია რომ ყველაფერი კარგადაა და მალე ვიქნებით ბაკურიანში. დილამშვიდობის ბაკურიანიდან. გუშინ საღამოს არაფერი არ გადამიღია, ისეთი დაღლილები ჩამოვედით, ეგრევე შევუკვეთეთ საჭმელი, ვჭამეთ, იმიტომ რომ დაახლოებით 6 საათი მოგვიწია გზაში ყოფნა. ამიტომ გუშინ ვერ დაგათვალიერებინეთ ჩვენი ნომერი და ახლა დაგათვალიერებინებთ. ჩვენ ვართ კრისტალ რეზიდენსში, რომელიც არის დიდოლის ტერიტორიაზე და მოდით ახლა ვნახოთ ჩვენი ნომერი, რომელიც აღმოჩნდა საკმაოდ საყვარელი და კომფორტული. სანამ ამ ვიდეოს ვიღებ, ნიტა და ლაშა მელოდებიან რესეპშენში, ამიტომ სწრაფად გაჩვენებთ ყველაფერს. ეს არის ჩვენი აბაზანა, რომელიც არის ყველაფრით აღჭურვილი, როგორც ხედავთ, ძალიან კომფორტულია. და შემდეგ უკვე შემოდიხარ თვითონ ოთახში, რომელიც არის სტუდიოს სტილის და ტიპის, საწოლი, დივანი, ტელევიზორი და აქეთ ამ მხარეს გვაქვს სამზარეულო, სადაც უკვე ნიტის მოუმზადე დილით საუზმე. და ახლა მინდა რომ გაჩვენოთ ჩვენი ხედი. ნახეთ. არც თუ ისე დიდი თოვლია, როგორც ხედავთ, უფრო ტალახია, მე მგონი ვიდრე თოვლი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სანამ აქვექნებით,
21 წუთში მოვდივარ უკან თბილისში და სანამ აქ ვიქნებით იმედია ერთხელ მაინც მოთოს კარგად, ისე როგორც მოკვირია შეეფერება. როგორც ხედავთ, მეც მოვამზადე უკვე ჩავიცვი რაც შემეძლო თბილად, რამოდენიმე ფენა ზემოთ და ასევე უთბილესი ღუნღულა შარვალი ქვემოთ და მოკლედ მზად ვარ გარეთ გასასვლელად, ძალიან ცივა როგორც გითხარით და იმედია რომ არ შეგვცივდება არავის. ეხლა წავალთ პარკში და ნიტიკოს გავართობთ მაქსიმალურად. მეგონი ეს საკენელა მოეწონა, იმიტომ რომ თან კარგი სიმღერები აქვს. ნიტიკა და მამიკა. რა კაი ყოფილა? მე ვაკატავებ. ვაკანავ ერთი ვაკანავე რა. ინის წავიდა. მოარტყი. მიდი ნუ გეზარება, მიდი. ნახა ნიტიკა ჩერდა. ნიტი არ გადმოდიოდა აი ამ საქანელიდან რა. და დაიძინა. შეთავს დგას. და დაიძინა. სახლი კარგად. თან ფეხსა დგას და ისე ძინავს. ნახეთ საყვარელია როგორ ძინავს მამიკასთან. ხაიმე. დღეს ნიტიკამ გადაწყვიტა რომ თოვლზე არ უნდა დააგვიჯოს ფეხი და მოკლედ ხან ვეჯა მყავს და ხან ვაშას. მთელი დღე ხელით. ამიტომ თავ 15 კილოს. ვაჭარებ თაკი იქნება ჩაცმულდახურული ნახეთ. რამდენია ცვიაში? 5 ფენა. ესე იგი გუშინ და გუშინ წინ ჩვეულებრივად დადიოდა თოვლზე, მაგრამ დღეს გადაწყვიტა რომ თოვლი არის საშიში. ალბათ. და ხელში ჯობია. ამიტომ ესე დააბრძანეს მამიკა. გაბადებული აი ნახეთ რა სახით. ვაუ. რამდენი ხანია ელოდებით კარუსელის ჩართვა? ნახევარია. დგან. აღარ ჩერდება ბავშვი. მობეზრდა ნიტის აქ დგომა. ჩქარა, ჯაგვირდეთ. ალბატორო ნიტა, თქვენი კომენტარი როგორ შეაფასებდით? მოგეწონა? და სიტყოდით. მომეწონა. კარგი იყო. კიდე გინდათ? ჯერ არა, მერე კი. ჯერ ახალიერებს სხვა რაღაცებიც უნდა და მერე. კარგი, წავედით ახლა შემდეგ ატრაქციონზე. წავიდა, აი ხა მატარებელს დაждენ დედიკო და ნიტი. ხა დედიკო გაერთობა ცოტას მე. მომბეჭ და კაცო ამდენი გართობა. აი ნინი აგერ ბიცეპს აკაჩავებს რა. მაგიტო მაგაც ერთი კონთები ხარ. მამი, კაია, კაი ატრაქციონია ნინი დედიკო? კიდევ. წავიდა. აბა გაჩერდი. მიდი კიდევ. წავიდეთ, ხა დავждეთ თვითმფრინავზე. წავედით. აი დაიწყო უკვე აი ატრაქციონიც გამოსცა და ნიტიმ. აბა მოგიყევით საბეჭდილებები. ნიტა ყოფილა ნამდვილი ექსტრემალი, იმიტომ რომ იქ რო ვიჯექით ფეხას მეტყავდა რომ კიდე უფრო მაგრად წავიდეს. მამი მარტო. მოგეწონა. მარტლა მა. კიდე დამისიც რამეზე. პატარა ნინი გაერთო? პატარა ნინი. მოვედით სახლში, ნიტი ძალიან დაყრილი იყო, ეძინებოდა და თან შიოდა, ამიტომ სწრაფად გავუკეთეთ საჭმელი, ჭამა და აი დაიძინა, ძალიან ტკბილად ძინავს და ეხლა ჩვენც შევუკვეთეთ საჭმელი, იმიტომ რომ ჩვენს არანაკლებ გვშია და შევუკვეთეთ ბურგერები, ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება, იმიტომ რომ აქამდე რაც გამოვიძახეთ, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ესეც ჩვენი ბურგერები ძალიან სწრაფად მოგვიტანეს და ძალიან კარგი არომატი დადგა მთელ ოთახში და ეხლა მე და ლაშა შევახრამონებთ ამ გემრიელობას და დიდი იმედი მაქვს, რომ მართლა გემრიელი იქნება. მინდა გაჩვენოთ ჩემი ფავორიტი cold cream-ი, ეს არის ავენისგან, სიცივის საცხი, რომელიც იცავს კანს გამოშრობისგან, სიცივის დამწრობისგან, გაწითლებისგან და ასე შემდეგ. ამიტომ ნიტი ამას იყენებს თბილისშიც და აქ მით უმეტეს ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ნიტის კანი აი ჩვეულებრივად გამოიყურება ყინვაში ყოფნის შემდეგაც, ამიტომ ვისაც გჭირდებათ ეს კრემი, აუცილებლად გაითვალისწინეთ. საღამოს ატრაქციონების სესია გრძელდება.
ნიტის ღამე უფრო მოსწონს თოვლი ვიდრე დღისით. უფრო კარგად ერთობა. აი თოვლი წამოვიდა. როგორც მივხვდით, ნიტიკოს მოსწონს დაღმართა სირბილი. მიდი ჩაირბინე და ჩაირბინე. აღმართზე ეზარება მოსლა. აღმართზე მამას ამოყავს და თვითონ მე ჩარბის. ხოთა შორის არ მეგონა რომ დაიწყებდა თავს, იმიტომ რომ პროგნოზში სულ რაღაც 30% იყო მოსალოდნელიანობა. ნიტიკო ტანკში ზის. ეს დილით დაგხვდა გადათეთრებული ხედი. დილით უფრო თოდო და ეხლა მე მგონი უკვე გაჩერდა, მაგრამ ძალიან მიხარია რომ ახალი თოვლი მოვიდა. ეხლა უცებ გავამზადებით და გავალთ სასეინოთ, მაგრამ დღეს უფრო განსაკუთრებულად სცივა მე მგონი. ნიტიკო დაბაჯბაჯობს დღეს. დღეს ისე უყვარს თოვლი. ეს ადგილი მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ აი ეს ხეები და ტყე არის რაღაც საოცრად. დაღმართზე დაეშვით? აი რა მხოლოდ დაღმართი აქვს შესავლელი ნახე ახლა. რაც ბაკურიაში ვარ, თუ მგონი ლაშამ დაიკლო 2 კილო, იმიტომ რომ იმდეს მოძრაობს. დავიძალით თბილისისკენ და როგორც კი მანქანა დავქოქეთ, ნიტამ რომ დაიწყო ტირილი. 35 წუთი ტიროდა და გავჩერდით ბორჯომში და დამშვით და ეკრევა. მე მგონი თბილისში არ უნდა წამოსვლა. თან ეძინება და მოკლედ ეხლა ვდგავართ შუა ბორჯომში და ველოდებით ნიტიკოს დაწყნარებას, კარგად დამშვიდებას და გავაგრძელოთ გზა. არა და გზაში თავიდან რომ გამოვიდეთ, ვლაპარაკობდით იმას, რომ ნიტარა კარგად მოიქცაო, მაგრამ ნუ რას უკაცრავად. ნიტამ გაიგო ყველაფერი და რაის კარგად მოიქეც მოდი აქაო. გვარი თბილისში არ უნდა წასვლა. ბაკურიანში უნდა დარჩენა. დე, კიდე და ვაიმე. როგორც იქნა ნიტიკომ დაიძინა მეგობრებო, დამშვიდა, დაწყნარდა და გათიშულს ძინოს ნახეთ. მე მგონი ძალიან ეძინებოდა და მაგიტო იყო ესეთი აჭიჭყინებული და ატირებული. გზაც არ ესიამოვნა მე მგონი. მაგრამ ეხლა უკვე მშვიდად ვაგრძელებთ გზას თბილისისკენ, სანამ ნიტის ძინავს სწრაფად ვივლით, რომ ბევრი გზის გალა მოვასწროთ. მოკლედ ძალიან კარგად დავისვენეთ მე მგონი, კიდე გვინდა დარჩენა, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე გველოდება თბილისში, ამიტომ უნდა დავბრუნდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი საქმეები, მაგრამ ძალიან კარგი ის არის, რომ ნიტიმ შეიცვალა გარემო, უფრო მეტ ხალხთან ქონდა კონტაქტი და ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ნიტიკო გაგვერთო და გაგვეხარებინა. ასე რომ მაინც კმაყოფილები ვართ. ახლა დავბრუნდებით თბილისში და შევუდგებით ჩვენს საქმეებს. მეც უფრო გავაქტიურდები ჩემს არხზე და ჩემს ინსტაგრამზე და მოკლედ გელოდებით, ვინც არ მომყვებით ინსტაგრამზე, გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამიც, გამოიწერეთ ჩემი არხი. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. არ დაგავიწყდეთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენ გემში დავებით. კარგად.